მოგესალმებით, ჩვენ მივემგზავრებით ლენტეხში, პროექტის მთიანი საქართველოს ახალი სიცოცხლე ფარგლებში დაგეგმილ კულინარიულ ფესტივალზე. პროექტს ანხორციელებს ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი, რაჭალე ჯგუფისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრთან პარტნიორობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. ზვიად მუსელიანი მოგვიყვება დღევანდელ ღონისძიებაზე. მოკლედ დღევანდელი ღონისძიება ეხება გემო ფესტი ლენტეხი 25 პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის ეგიდით ემპარდ 4-ის ფარგლებში გრანტი მიიღო ლენტეხის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა და ჩვენი მიზანი იყო რომ უბრალოდ ლენტეხისთვის ერთი ლამაზი წე გვეჩუქნა ერთი სახალი სოფე გვეჩუქებინა ძალიან კრიტიკულად გავხჭით იმიტომ რომ პირველად ვატარეთ გავს ამბავს ჩვენი მთავარი ხაზი არის ესე ვთქვათ ყუბდარი რომელიც არის ჩვენი ტრადიციული ავთენტური კერძი და არა ერთი წუთი ახლა რომ მოგვიყვე რა მოხდება ახლა აჰა ანუ რა ხდება ახლა აქ არის ულამაზესი სუფრა ბევრი ადამიანი და ახლა აქ ჩატარდება კონკურსი ხო აქ ჩატარდება კონკურსი ეს არის ყუბდარის შეჯიბრი ესე რომ ვთქვათ იმიტომ რომ ახლა ზოგადად ყუბდარი კი ბატონო ალბათ ყველა ოჯახში თავისი ხასიათი და თავისი მიმართულება აქვს აი ყველა ოჯახში ალბათ თავისებურად აკეთებენ თუმცა არსებობს რაღაც ხაზები ავთენტური რომელიც დაცული უნდა იყოს ანუ პრიორიტეტი ექნება რომ მაქსიმალურად ავთენტური და რა თქმა უნდა გემრიელი ყუბდარი 6 მონაწილე ყავს სხვადასხვა სოფლიდან სხვადასხვა თემიდან და ვფიქრობ რომ ძალიან ლამაზი და გამოვავლენთ გამარჯვებულს ხო მე ამ 6 გამოვავლენთ გამარჯვებულს გადავცემთ ფულადყრის და დამარცხებულებსაც არ დავწყობთ ყურადღებას ხო ზია აი ორი სიტყვით რო გითხრა ესეთ ღონისძიებებს რა მნიშვნელობა აქვს აი ჩვენსავით ისეთი რეგიონებისთვის რომელიც აი მიგრირებულია და ეს ყველაზე დიდი პრობლემაა ჩვენთვის აი ამ ხალხის ერთობას რა მნიშვნელობა აქვს შენია მე ვიტყოდი რომ ყოველი დღე სადაც უბრალოდ აი ჩვენს რეგიონში მართლა ყველგან საერთო პრობლემები გვაწყობს ალბათ რაჭაშის, ლეჩხუმშიც და რა თქმა უნდა ჩვენთან სვანეთშიც ანუ ეს მიგრაცია ძალიან დიდი პრობლემაა და აი სადაც ერთი ლამაზი სახალისო დღე სადაც ადამიანები თავს მოიყრიან ერთმანეთს გაუზიარებენ თუნდაც ჭირს თუნდაც ხინს და რაღაცას იხალისებენ გაილაღებენ თან მოწვეული სტუმრები რაჭიდან ცაგერიდან ლენტე ვფიქრობ რომ იმდენად ცოტა ხალხი დარჩა
ჩვენს რაიონებში, რომ აი რაჭველები, სვანები, ლეჩხულები ყველა უნდა ისმოდეს ერთმანეთს და ერთმანეთის იმედ დადგვართ ალბათ, რაც გვაჩერებს ალბათ იმ ადგილობრივებს, ვინც აქ ცხოვრობთ, ისევ ეს ადამიანური ფაქტორებია და ადამიანური ურთიერთობები არის და დღევანდელი დღე ერთ-ერთი შემკრეა. მოკლედ, ეს არის ერთობის, მეგობრობის, სიყვარულის და კულინარიის დღესასწაული სვანეთში. რომ მოგვიყვეთ ახლა როგორ მზადდება ნამდვილი სვანური ხუბარი. სვანური მარილი, მიური. კი ბატონო, თან გავაკეთოთ. ცომი სტანდარტული ჩვეულებრივი ცომი, ხო? იზიღება ცივი წყლით, მარილით. მარილი ცოტა მარილი, ხაზეცხაწე. ეს არის გუპა. ზომიერად ვაბრალებთ. არც ძალიან ხელი მე მგონი. ხელი და არც სქელი, ხო, ცოტა ვრი. ეს ხდება ცომი რო არის პური. ხო. ფორმა არის ფორმა. ეს არის კუპა. აბა აქეთ რა მზადდება? კარტოფილი მოხარშული გატარებული და კარგად ამოყვანილი ყველი ამოსული, ანუ წიფე უნდა ჩავყარო, რომ გაიწელოს. კი ბატონო, და ეს რა კერძია? ამას ქვია ისა ელარჯი კარტოფილის. თაშმიჯები, ხო? თაშმიჯები. იმითაც კეთდება, ჩვენთან ჭადის ფულითაც აკეთებენ და კარტოფილით. აი მე გამიგია ასევე მერწვი. და რა განსხვავებაა მერწვსა და თაშმიჯაბს შორის? მერწვი კარტოფილით არ კეთდება. ეს არის მეგრული ელარჯის დიახ. ჭადის ფულით. ეს არის ანუ ღერღილით და ჭადის ფულით. და როცა კარტოფილით მზადდება, ეგ არის თაშმიჯი. დიახ.
აუ მოიცადეთ გადაგიდე. აგრე იჭრებოდა. ამას გადახინდე აი ეგრე ეს ამაში იყო ამას მოტეხავდა პულს და ამაში ეგრე ჭამდა საერთოდ ასე იყო ეს ორთქი უნდა მოიხარშოს ეს ხუთია აი ამას ანუ რა ნიშნავს კვიბდილო ქარი, მოხილებულად არის. ანუ შენახულად არის. და კუბარი ხდებოდა ძალიან დიდი მასის ცომში, ბევრი ხორცი იდებოდა და როგორც ახლა ესეთ ფორმას აძლევს. ისედაც ძლევს უფრო დიდ ვისი იყო? გადამზედ ძალიან დიდი ნოვიანი ასე თუ ისე ანუ თანაბარი ფულები წავიდა, მაგრამ თავარი აქცენტი ჩვენ თავიდან ვთქვისო და რომელიც არის უფრო მრავალფეროვანი ამოხსოვილი და ერთი გამარჯვებული ვერ გამოვიდა. ანუ ორმა დაიმარჯვა და ის პრიზი რომელიც პირველად იყო და ახალ ორი მონაცემი. არ ვიცი რა არის ნომერი. ეს ნომრები მოკლედ უსეკუთვნის. ეს არის ნომერი 2 და ნომერი 3. იმოგზამ აბაკი ნომერი 2 ანა ეცემა 500 ლარი დამარცხებულები ფაქტორულად ის ძალიან მინდოდა ახალი სტუდენტები იყო 200 ლარი გადმოგეცემა გაიხარეთ ყველა სტუმარმა მასპინძელზე დაბოდება. გაიხარეთ ყველა.